ისტორია სახსოვს იმპერიები, რომლებიც საუკუნეებს ძლებდნენ, ხომ? მაგრამ რა ხდება, როცა სახელმწიფო ვარსკვლავებით კაშკაშაა, მაგრამ ძალიან ხანმოკლე. აი დღეს სწორედ ასეთ ამბავს ჩავუღრმავდებით. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმე, ერთი დიდი იმედი, რომელიც რაღაცნაირად გაქრა. და აი, თავარი კითხვაც ესა. როგორ? აი, უბრალოდ როგორ ქრება რუკიდან ქვეყანა, რომელსაც იცით თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესიული კონსტიტუცია ჰქონდა. ქალებს ხმის მიცემის უფლება ევროპის ბევრ ქვეყანაზე ადრე მისცა. ხო და მოდით ერთად ჩაუჯდეთ ამ საქმეს, შევკრიბოთ სამხილები და ვცადოთ, რომ ეს ისტორიული თავსატეხი ავაწყოთ. კარგი, დავიწყოთ. პირველ რიგში მოდით გავიხედოთ გარეთ, რა ხდებოდა საქართველოს საზღვრებს მიღმა. იმიტომ რომ თუ გვინდა გავიგოთ, რატომ დაეცა რესპუბლიკა, ჯერ უნდა ვნახოთ, რა როლს თამაშობდნენ დიდი მოთამაშეები. წარმოიდგინეთ, პირველი მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია, სრული ქაოსია, იდეალური დროა გეოპოლიტიკური ჭადრაკის სათამაშოდ. არა? აი ამ ქაოსში რუსეთის იმპერია ინგრევა და საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს. მაგრამ მარტო ხო არ იყო? სცენაზე გამოდის დიდი ბრიტანეთი, ვითომ რეგიონში ბალანსი შესანარჩუნებლად. ბევრმა იფიქრა, აი თურმე მხარველი გამოჩნდაო. ეს იყო იმედი, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკას ფეხზე დადგომაში დაეხმარებოდნენ. მაგრამ მართლა ასე იყო საქმე? და აი აქ ხედავთ, როგორ ეჯახებოდა ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული მიზანი. შეხედეთ, ერთ მხარეს საქართველოა, რომელსაც უბრალოდ უნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს და მისი სუვერენიტეტი დაიცვას. ლოგიკურია, ხომ? მეორე მხარეს კი ბრიტანეთია, რომელსაც, პირდაპირ ვთქვათ, სულ სხვა რამე ადარდებდა. ბაქოს ნავთობი და ბოლშევიკების შეჩერება. ამ დიდ თამაშში საქართველოს ინტერესები უბრალოდ მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა, სამწუხაროდ. კარგი, გარე ფაქტორები გასაგებია, მაგრამ ეს ამბის მხოლოდ ნახევარია. იცით როგორც ამბობენ, ხანდახან ყველაზე დიდი საფრთხე გარედან კი არა, შიგნიდან მოდის. ხო და, ახლა სწორედ ამ შიდა ბრძოლებს უნდა ჩავხედოთ. ანუ, წარმოიდგინეთ, სანამ მთავრობა ცდილობდა მსოფლიოსთვის თავი გაეცნო და მხარდაჭერა მოეპოვებინა, თვითონ ქვეყნის საძირკველი იბზარებოდა. საფრთხე კარზე კი არა კაკუნებდა, უქვე სახლში იყო შემოსული. და ეს ბზარები საკმაოდ სერიოზული იყო. ერთი მხრივ, სეპარატისტული გამოსვლები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რაც რა თქმა უნდა უზარმაზარ რესურსს და ენერგიას მოითხოვდა. მაგრამ ალბათ ყველაზე ვერაგი საფრთხე ეწოდებული მეხუთი კოლონა იყო. ესენი იყვნენ ადგილობრივი ბოლშევიკები, რომლებიც პირდაპირ მოსკოვიდან იმართებოდნენ. ნამდვილი ტროას ცხენივით მოქმედებდნენ, რომ შიგნიდან მოეშალათ ყველაფერი. ანუ ქვეყანა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა. ახლა კი მივადექით ალბათ ყველაზე დრამატულ და საკვანძო მომენტს. როდესაც ხედავ, რომ გარედან დახმარება ფაქტობრივად არ არის, რას აკეთებ? საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე განხილვის საგანია. პირდაპირ მოლაპარაკებაზე წავიდა თავის მთავარ მოწინააღმდეგესთან, საბჭოთა რუსეთთან. ეს იყო ძალიან სარისკო თამაში. და ეს ხელშეკრულება. რაღაცით ფაუსტის გარიგებას გავდა, ხო იცით, სულს რომ ყიდი რაღაცის სანაცვლოდ. შეხედეთ, საქართველო მიიღო ის, რაც სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მოსკოვმა მისი დამოუკიდებლობა აღიარა. მაგრამ საფასური წარმოუდგენლად მძიმე იყო. ამ ხელშეკრულებით ბოლშევიკურ ორგანიზაციებს ქვეყნის შიგნით ლეგალურად მოქმედების უფლება მიეცათ. ანუ ფაქტობრივად მთავრობამ საკუთარი ხელით შემოუშვა მტერის სახლში და მისცა მას საშუალება, რომ საბოლოო დარტყმისთვის მოემზადებინა. კარგი, მოდით ახლა ეს ყველაფერი ერთად შევკრათ. გამოვიტანოთ ასე თქვა ჩვენი გამოძიების საბოლოო ვერდიქტი. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, აქ საქმე ერთ კონკრეტულ მიზეზთან არ გვაქვს, ეს უფრო იდეალურ შტორმს გავდა, როცა რამდენიმე გამანადგურებელი ფაქტორი ერთდროულად დაატყდა თავს ქვეყანას. მოდით დავშალოთ ეს კოლაფსი. პირველი, გარესამყაროს სრული გულგრილობა. დიდმა სახელმწიფოებმა საქართველო მარტო დატოვეს. მეორე, შიდა დაქსაქსულობა, რომელმაც ქვეყანა შიგნიდან დასუსტა. და მესამე, ის საბედისწერო ნაბიჯი, მოსკოვთან დადებული ხელშეკრულება, რომელმაც ფაქტობრივად ბეჭედი დაუსვა რესპუბლიკის ბედს. მოკლედ, ჩვენი ვერდიქტი ასეთია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთმა კონკრეტულმა მტერმა კი არ დაამარცხა. ის უბრალოდ მოყვა იდეალურ შტორმში. წარმოიდგინეთ გარეწნეხი, შიდა სისუსტეები და ერთი საბედისწერო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის ერთობლიობას ახალგაზრდა რესპუბლიკამ ვეღარ გაუძლო. აი ასე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საქმე თითქოს დახურულია. მაგრამ ის ტოვებს ერთ ძალიან მძიმე და მარადიულ კითხვას, რომელიც მოდი ვაღიაროთ დღესაც ისევე აქტუალურია.
გიგანტებით სავსე სამყაროში, რამდენად შეიძლება იყოს პატარა ერის დამოუკიდებლობა ოდესმე ბოლომდე გარანტირებული.